კუბელი დიქტატორის ქალიშვილი მარიელა კასტრო ჰავანაში მამას რაულ კასტროს გამოესარჩლა და კუბელი დიქტატორის რეაქცია ღია გაფრთხილებად აქცია ტრამპის მხრიდან მომავალი ზეწოლის წინააღმდეგ. Am სამშაბათს 2026 წლის 26 მაისს რეჟიმის ძველი ლიდერის ქალიშვილმა სცადა საკუთარი სასოწარკვეთა დაეფარა, როცა თქვა, რომ მამა აკვირდება იღიმის და რომ ვერავინ დაიჭერს მას ცოცხალს. ეს სცენა არც კულისებში ნათქვამი სიტყვა იყო და არც ოჯახური გულწრფელობა. ეს იყო პოლიტიკური გზავნილი მხარდამჭერების წინაშე, როცა კასტროს კლანი ცდილობდა ძალის ჩვენებას, ზუსტად იმ დროს, როცა რაულის იმიჯი გახდა კრიტიკის, აღშფოთებისა და საჯარო მხილების სამიზნე. მარიელამ სცადა მამას შეუვალ პარტიზანად წარმოეჩინა, მაგრამ ეს სიტყვები უფრო იმ ოჯახის აფეთქებას გავდა, რომელიც გრძნობს, რომ მორალური ალყა ძლიერდება და ცდილობს შიშიბაქიაობად გადააქციოს. რის გაფრთხილებას ცდილობდა სინამდვილეში დიქტატორის ქალიშვილი? რატომ დასჭირდა მეფეს ოჯახის წინა ხაზზე დაყენება? როგორ შეიძლება ტრამპმა ამ გამოწვევაზე რეაგირება მოახდინოს? ამასაც მალე გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და უშუალო კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. ეს სიტყვები ჩვეულებრივი ინტერვიუდან ართქმულა. ეს მოხდა კუბაში, რეჟიმის მხარდამჭერების წინაშე, ძალის, ერთიანობისა და ერთგულების საჩვენებლად გამართულ მობილიზაციაზე, ძველი კომანდანტის მიმართ. მარიელა არ ლაპარაკობდა როგორც მამაზე შეწუხებული შვილი, ის ლაპარაკობდა როგორც პოლიტიკური დინასტიის წარმომადგენელი, რომელიც გრძნობს საჯაროობის სიმძიმეს და ცდილობს შიში ბაქიაობად გადააქციოს. კასტროს ოჯახი საჯაროდ გამოჩნდა იმის სათქმელად, რომ ისინი არ ეგუებიან ხელყოფას, არ იღებენ პასუხისგებას და არ აღიარებენ, რომ რაულს ჩვეულებრივ ადამიანად მოექცნენ სერიოზული ბრალდებების ფონზე. რეაქცია სწრაფი იყო, რადგან ეს ფრაზა ეხება კუბის დიქტატურის მთავარ სიმბოლოს. რაულ კასტრო მხოლოდ ყოფილი მმართველი არ არის. ის იმ ჯგუფის ნაწილია, რომელმაც 10 წლეულების განმავლობაში მართავდა კუბას, აკონტროლებდა კომუნისტურ პარტიას, ინარჩუნებდა სამხედრო აპარატს და ეხმარებოდა კუნძულის დახურულ სისტემაში შენარჩუნებას. მარიელა კასტროს სპინი რაულ კასტროსა და ვილმა სპინის ქალიშვილია, ფიდელ კასტროს დიშვილი და იმ ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა, რომელმაც 10 წლეულების განმავლობაში მართავდა კუბას. მან თავისი საჯარო იმიჯი შექმნა როგორც სექსოლოგმა, დეპუტატმა და კუბის სექსუალური განათლების ეროვნული ცენტრის დირექტორმა. ეს არის სენესექსი. ორგანო, რომელსაც რეჟიმი იყენებს სექსუალურ განათლებაზე, მრავალფეროვნებასა და LGBT თემის უფლებებზე სასაუბროდ. მარიელა ასევე გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხმა ერთსქესიანთა ქორწინების, ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებისა და ჰომოფობიასთან ბრძოლის კამპანიების მხარდასაჭერად კუნძულზე. მაგრამ ყოველთვის თავად კუბის რეჟიმის პოლიტიკური სტრუქტურის ფარგლებში. სწორედ აქ აქვს მის სიტყვას მეტი მნიშვნელობა. ის არ იყო დამოუკიდებელი აქტივისტი, რომელიც რეჟიმს უპირისპირდებოდა. ის იყო უშუალოდ ხელისუფლების მემკვიდრე, ქალი, რომელიც თავს პროგრესულად წარმოაჩენს LGBT თემატიკაზე. მაგრამ კრიზისის დროს ის ერთიანდება მამასთან, იცავს დიქტატურის ძველ ბირთვს და რაულ კასტროს სახეს გარდაქმნის შეერთებული შტატების ზეწოლის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ. კასტროს კლანი იცის, რომ დუმილის კომფორტი დაკარგა. ეხლა მათ უნდა ილაპარაკონ, გამოჩნდნენ, უპასუხონ და შეეცადონ დაშინებას. ჰავანაში გამართული აქცია ასევე აჩვენებდა, თუ როგორ რეაგირებს რეჟიმი, როცა თავს მომწყვდეულად გრძნობს. სიტუაციის სერიოზულად განხილვის ნაცვლად, მან კამერების წინ დააყენა აქტივისტები, თანამშრომლები, ოფიციალური სტრუქტურები და ოჯახის წევრები. სცენა ისე იყო მოწყობილი, რომ ეთქვათ, ხალხი რაულთან ერთადაა, მაგრამ ასეთი მობილიზაცია კუბაში ყოველთვის ერთსა და იმავე ნიშნებს ატარებს. სახელმწიფო იძახის, ორგანოები ჩნდებიან, მუშებს ქუჩაში აძევებენ და დიქტატურა ამას უწოდებს, ხალხის მხარდაჭერას. აი სწორედ აქ უსასრულო ერთიანობის რიტორიკა ინსცენირებას ემსგავსება. მარიელა კიდევ ცდილობდა კასტროს ოჯახი გარე აგრესიის მსხვერპლის როლში წარმოეჩინა. მის მიერ გამოყენებული ლოგიკა ცნობილია. როდესაც ზეწოლა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის, კუბის რეჟიმი საუბრობს იმპერიალიზმზე, სუვერენიტეტზე, წინააღმდეგობაზე და სამშობლოს დაცვაზე. ეს სცენარი ძველია, მაგრამ ამჟამინდელ რეაქციას ახალი დეტალი აქვს. რაულის ქალიშვილი მხოლოდ პოლიტიკურ დაცვაზე არ გაჩერებულა. მან საკუთარი მამის ფიგურა სიმბოლური მუქარის ცენტრში დააყენა, თითქოს ნებისმიერი მცდელობა პასუხისგებლობის დაკისრებისა იყოს ომი რევოლუციის წინააღმდეგ. ეს რეაქციაც კლანის ქცევაში ცვლილებას აჩვენებს. დიდი ხნის განმავლობაში კასტროს ოჯახი ამჯობინებდა სახელმწიფო სტრუქტურის უკანემოქმედა და ოფიციალური წარმომადგენლებისთვის დაეტოვებინა მძიმე სამუშაო.
ეხა მარიელა ჩნდება, ნათესავები ჩნდებიან, მოკავშირეები ჩნდებიან და ყველა ცდილობს ერთდროულად სცენაზე ავიდეს. ეს გადმოსცემს სასტრაფოობის განცდას. როცა მთელი ოჯახი საჯაროდ უნდა დაიცვას პატრიარქი, ეს ნიშნავს, რომ საქმე მხოლოდ იურიდიულ საკითხს აღარ ეხება და უკვე იმიჯის კრიზისად იქცა დიქტატურისთვის. ტრამპისთვის გზავნილი ამ ინტერპრეტაციაში ჩანს. კუბის რეჟიმისთვის დონალდ ტრამპი წარმოადგენს ამერიკის ყველაზე ძლიერ ზეწოლას. ის ცდილობს ვაშინგტონს უთხრას, რომ რაულ კასტრო არ იქნება გადაცემული, არ იქნება დამცირებული და მას ისე არ მოექცევიან, როგორც ვინმეს, ვისაც ადვილად მიუწვდებიან. რეჟიმის მხარდამჭერთა რეაქციაც ანალოგიური იყო. პუბლიკაციებსა და ოფიციალურ აქტებში რაულის დაცვა სავსე იყო ისეთი სიტყვებით, როგორიცაა ბრძოლა, სუვერენიტეტი და პროვოკაცია. მაგრამ რეაქცია პრორეჟიმული ბუშტის გარეთ სულიად განსხვავებული იყო. ბევრმა ემიგრანტმა კუბელმა და დიქტატურის კრიტიკოსმა მარიელას სიტყვები აღიქვა როგორც ამპარტაუნება, ცინიზმი და შიში. მარიელას მიერ ნახსენები ღიმილი აღშფოთების ნაწილად იქცა. სანამ კუბური ოჯახები დანაკარგებს, პატიმრობას, გადასახლებასა და შიმშილს იტანენ, ძველი კომანდანტე თითქოს უყურებს და იღიმ. რეჟიმიც ცდილობს რაულის ასაკი ემოციურ ფარად გამოიყენოს. ის ჩნდება როგორც მოხუცი, სუსტი, ისტორიული, თითქმის ხელშეუხებელი კაცი, მაგრამ მარიელა ირჩევს დაპირისპირების ენას და არა თანაგრძნობას. ის არ ითხოვს სიმშვიდეს, ის არ ითხოვს იურიდიულ დაცვას, ის არ ითხოვს საპროცესო პატივისცემას. ის მოიხმობს იმ პარტიზანის ხაზს, რომელიც ბოლომდე იბრძვის. ეს არჩევანი შემთხვევითი არ არის. ეს საჭიროა იმისთვის, რომ გაამხნეოს მხარდამჭერი აქტივი, შეინარჩუნოს მითი ცოცხალი და არ მისცეს რაულს საშუალება, მხოლოდ როგორც ყოფილი სახელმწიფოს მეთაური მძიმე ბრალდებების წინაშე აღიქმებოდეს. მექსიკური რეაქციაც, რომელიც დებატში იქნა მოხსენიებული, ასევე მოხდა ყურადღების ცენტრში, რადგან კუბის რეჟიმის მოკავშირე ან მასთან სიმპათიით განწყობილი მთავრობები ჰავანას იმგვარი ტოლერანტობით ephrobიან, როგორცაც თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს არ არაძლევენ. როდესაც უცხოელი ლიდერები მსხვერპლად კი უსამცილებენ, ან რეჟიმის ფიგურების პასუხისგებლობას ამსუბუქებენ, აღშფოთება იზრდება კუბელებს შორის, რომლებიც კუნძულიდან გაიქცნენ და იმ ოჯახებში, რომლებიც თავს მიტოვებულად გრძნობენ. კუბის რეჟიმს ურჩევნია მოლაპარაკება იმ მთავრობებთან, რომლებიც საუბრობენ ხანგრძლივ დიალოგზე, დათმობებსა და ზეწოლის შემსუბუქებაზე. ტრამპის შემთხვევაში შეფასება იცვლება. კასტროს ოჯახმა იცის, რომ ძალის რიტორიკა პოულობს გამოხმაურებას ამერიკულ მემარჯვენეებში, კუბურ ემიგრაციაში და მათ შორის, ვინც მკაცრ დასჯას უჭერს მხარს დიქტატურების წინააღმდეგ. რაც უფრო მეტად ცდილობს მარიელას სიმტკიცის წარმოჩენას, მით უფრო აჩვენებს მანძილს სასახლესა და ქუჩას შორის, რევოლუციურ რიტორიკასა და ჩვეულებრივი კუბელის მძიმე ცხოვრებას შორის. და ბევრი კუბელისთვის ეს კიდევ ერთი მწარე სცენაა, სადაც გავლენიანი ოჯახი ომზე საუბრობს, მაშინ როცა ხალხი რიგებში დგას, ელექტროენერგიის გათიშვას და იძულებით დუმილს აწყდება. მე ვარ მილსონ ალუესი, გლობალ და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია სიმართლით. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. დასვი ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალუესის საზოგადოებაში.